დღეს მევაპირებ გამოვიკვლიო მიტოვებული ზოოპარკი, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა უამრავი გიჟური ცხოველით, რომლებიც აქ დასაღუპად არიან მიტოვებულნი. და ჩემი მიზანია თითოეული მათგანი გადავარჩინოს, სანამ ძალიან გვიან არ არის. რამდენიმე თვის წინ ეს ზოოპარკი დაიხურა და აქ ბევრი ცხოველი მიატოვეს. მათ შორის ლომები, მაიმუნები, ნიანგები, კენგურუები და ფაქტობრივად ყველაფერი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. მაგრამ საბედნიეროდ, მას შემდეგ რაც ეს ადგილი დაიხურა, ზოგიერთი ცხოველი გადაარჩინეს. მაგრამ რადგან ზოოპარკი ძალიან დიდი იყო, ჯერ კიდევ ბევრი ცხოველია, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ამ ვიდეოში ჩვენ შევისწავლით მთელ ზოოპარკს. მათ შორის ყველა სხვადასხვა შენობას, სადაც მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და მომადგენელი ცხოველები ცხოვრობენ. და ვიდეოს ბოლოს შევისწავლით იმ ტერიტორიას, სადაც ყველა დიდი ცხოველი ჰყავდათ, მაგალითად ვეფხვები, დათვები, ზარმაცები, წავიები და კიდევ ბევრი სხვა. ასე რომ ნამდვილად არ ვიცით რას ვიპოვით. დავიწყე ძებნა და ცოტა ხნის სეირნობის შემდეგ მივხვდი, რამდენად რთული იქნება ეს სამაშველო მისია. ბიჭეგო, აქ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვოლიერია და გალია. სინამდვილეში ცოტა მეშინია კიდეც. მაგალითად, რა მოხდებოდა ეს ცხოველები რომ გაქცეულიყვნენ. შესაძლოა ამ წუთას ვეფხვი თავისუფლად დარბოდეს და უბრალოდ დაგვესხას თავს. ღმერთო ჩემო, ხედავთ რაზე ვლაპარაკობ? ეს რა იყო საერთოდ? ხო, აშკარად რაღაც ცხოველები ხმებს გამოსცემდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რა იყვნენ. ამიტომ გადავწყვეტე ყველაზე ახლოს მდებარე შენობაში შევფარებულიყავი. თუმცა როცა შიგნით შევედი, რაღაც სიგიჟე შევნიშნე. ღმერთო ჩემო, მგონი ნამდვილად ერთ-ერთი ცხოველების ოთახი ვიპოვეთ. ეხლა იმ ადამიანმა, ვინც ამ მიტოვებულ ზოოპარკზე მომიყვა, მითხრა, რომ აქ რამდენიმე შენობაა სავსე ცხოველებით, მაგრამ არა უბრალოდ ცხოველებით. ესენი მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და საშიში ცხოველებია. როცა ზოოპარკში მიდიხარ, წვერიან დრაკონს ვერ ნახავ, კომოდოს დრაკონს ნახავ. მოიცა, რას წერს ის ნიშნული? საფრთხე, შხამიანი გველები და ქვეწარმავლები. ღმერთო ჩემო, ნეტ აქ მოკვდები? როგორც ხედავს, ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ ჩემი შიშებისთვის თვალი უნდა გამესწორებინა, თუ გვინდა რომ ეს ცხოველები გადავარჩინოთ. მაშასე დავიწყე ძიება და პირველი ვოლიერის დათვალიერების შემდეგ შოკის მომგვრელი აღმოჩენა გავაკეთე. ღმერთო ჩემო, მგონი რაღაცას ვხედავ, მეგობრებო, რაღაც თევზს გავს, მაგრამ წყალი აქ ძალიან მღვრია და ვერ ხვდები რა სახეობაა. ასე რომ მგონი ერთადერთი გზა გავიგო რა არის, ისაა რომ დავიჭირო. ბადე ჩაუშვი წყალში და ცოტა ხანს რომ ვათრიე, ერთ-ერთი თევზის დაჭერა შევძელი. და როცა ახლოდა დავაკვირდი, მივხვდი რომ ეს ყველაზე იშვიათი თევზია, რაც კი ოდესმე მიპოვია. მოიცადე ერთი წუთით. ეს ის არის, რაც მგონია. არ მჯერა, ხუმრობთ, არ არსებობს. მგონი ეს 4 თვალა თევზია. და ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს ვიცი, ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ზოოპარკში ერთ-ერთი ასეთი ვნახე. და მას შემდეგ სულ ვცდილობდი ერთი მეპოვა, რომ შინაური ცხოველი გამეხადა. მაგრამ გავიგე, რომ ერთადერთი, ვისაც მათი მოპოვება შეუძლია, ზოოპარკებია. ასე რომ ბიეხ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სოფლიოში ერთ-ერთ ძალიან ცოტა შორის ვართ, ვისაც ასეთი ჰყავს. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეხლა მიზეზი, რატომაც ამ არსებებს 4 თვალა თევზებს ეძახიან, ისაა, რომ მათი თვალები ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთდროულად დაინახონ როგორც წყლის ზემოთ, ისე წყლის ქვეშ. და ასევე მათ უყვართ გუნდურად ცურვა, რაც ნიშნავს, რომ აქ შეიძლება კიდევ იყვნენ. ამიტომ 4 თვალა თევზი ჩავდე ვედროში და ბადით ძებნა გავაგრძელე. და მართლაც კიდევ ერთი ვიპოვე. დიახ, კიდევ ერთი ვიპოვეთ, მეგობრებო. ეს ძალიან მაგარია. ეს ცოტა პატარაა პირველზე, მაგრამ იმედი მქონდა, რომ კიდევ ერთი იქნებოდა აქ, რადგან იცით რა ჯობია ერთ 4 თვალა თევზს. 2 4 თვალა თევზი. მეგობრებო, სულაც არ ხუმრობ, როცა ვამბობ, რომ ეს ალბათ ყველაზე იშვიათი თევზებია, რაც კი ოდესმე გვიპოვია. და მხოლოდ ერთი კი არა, 2 ვიპოვეთ. სამწუხაროდ ამის შემდეგ ვეღარაფერი ვიპოვე, რაც ნიშნავს, რომ სულ 2 4 თვალა თევზი გადავარჩინეთ. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთახში პირველი რაც ვიპოვეთ თემზი იყო, იმ კედელზე მაინც არის აბრა, სადაც წერია შხამიანი გველები და ქვეწარმავლები. ასე რომ ფრთხილად გადავედი შემდეგ ვოლიერში, სადაც შოკის მომგვრელი აღმოჩენა გავაკეთე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ეს გველია, შეხედე აი იქ ხეზე. დარწმუნებული ვარ, ეს გველია, მაგრამ არ ვიცი რა სახეობაა. ალბათ შხამიანია, არა? ეს კარგი არ არის, მეგობრებო, იცით რა, დღეს არ ვაპირებ, მოვკვდე. წავალ გველის ხელთათმანებს მოვიტან. ხო, სწორად გაიგეთ. ეს ხელთათმანები სპეციალურადაა შექმნილი, რომ შხამიანი გველის ნაკბენი შეაჩენოს. ასე სიკვდილი არ დაგემუქრება. კარგი მეგობრებო, ხელთათმანები უკვე გვიკეთია. ფრთხილად გავხსნით გალიას. აი ესე. შეხედეთ მას. ღმერთო უკვე ცდილობს მიგბინოს. დამშვიდი ძმაო. მოიცადეთ ერთი წუთით. დაკეტილია. არა, ეს არ არის კარგი მეგობრებო. როგორ უნდა გადავარჩინოთ თუ გალია დაკეტილია? იცით რა, ამას აზრი აქვს. ალბათ იმიტომაა დაკეტილი, რომ გველი საშიშია. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ქონდა. მაინც უნდა გადაგვერჩინა. და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის გალიის გადეხვა. კარგი ბატონო გველო, ფრთხილად იყავი. შენს გადასარჩენად მოვდივარ ძმაო. ბობი, მოიცადე. ესენი ხომ გასაღებებია, არა? ალბათ, ხო. კარგი, მოდი ნახოთ იმუშავებს თუ არა ეს რამე. გონი შევედით. აი ესე. კარგი, ეს მარტივი იყო.
ეხლა როცა შიგნით ვიყავით, დრო იყო გველის დაჭერა გვეცადა და უბრალოდ თქვათ, რომ ის არ იყო ბედნიერი. ღმერთო, მან უბრალოდ მიგბინა, ბიჭებო. კარგია, რომ ეს ხელთათმანები მაცვია, ცუდად შეიძლებოდა დამთავრებულიყო. დამშვიდდი, კაცო, უბრალოდ ჩვენს გადარჩენას ვცდილობთ. აი ასე, დავიჭირე. ღმერთო, ფრთხილად, ჰელენ. ეს უზარმაზარი გველია, ბიჭებო, შეხედეთ ამას. ღმერთო, არა. და ის საერთოდ არ არის ბედნიერი, ისევ ცდილობს მიგბინოს. გაჩერდი, არ გაბედო მიგბინო. ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, ამას აზიური ვაზის გველი ქვია. და როგორც იმ კედელზე წაწერაზე წერია, ეს გველები შხამიანები არიან. თუმცა შხამი საკმარისად ძლიერი არ არის, რომ ადამიანი მოკლას, მაგრამ მაინც ნამდვილად გადგენთ. აი ისევ მიგბენს. გაჩერდი. აუ. კარგი, აი ესე. მგონი ცოტა დამშვიდდა. აღარ ცდილობს მიგბინოს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს გველები ძალიან მაგრები არიან. დარწმუნებული ვარ, ხედავთ რატომ ქვიათ მათ აზიური ვაზის გველები. ისინი პირდაპირ ვაზივით გამოიყურებიან, რაც მათ ბუნებაში შემიღბაში ეხმარებათ. და ხო, ასეთი გველი არასდროს მინახავს. ასე რომ ეს მართლაც ძალიან მაგარი აღმოჩენაა. გადავწყვეტე კონტეინერში ჩამესვა სანამ მიგბენდა, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს მისი სამუდამო სახლი არ იქნება. ვიდეოს ბოლოს ყველა ცხოველს ჩემს სახლშიც აწავიყვან, სადაც ისინი ჩემი ახალი შინაური ცხოველები გახდებიან. მაგრამ ეხლა ჯერ კიდევ ბევრი ვოლიერია ამ პირველ შენობაში. და ცხოველები სულ უფრო და უფრო უცნაურები გახდებიან. კარგი, ამ ვოლიერში რა არის? ნამდვილად საიდუმლო არ არის. და ეს იმიტომ, რომ აქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის კამელეონი. და რადგან ეს ხვლიკები კამუფლაჟის ოსტატები არიან, შეიძლება ცოტა რთული იყოს მისი პოვნა. იცადე, არა მოიცა, აი იქ არის. ღმერთო ჩემო, შეხედე რა ზომისაა ეს არსება. ეს ყველაზე დიდი კამელეონია, რაც კი ოდესმე მინახავს. მოდი მეგობარო, ცდილობ გადაგარჩინოთ. ის უკმაყოფილოა, ცდილობს მიგბინოს. რატომ ცდილობს დღეს ყველაფერი რომ მიგბინოს? აი ესე. დავიჭირე მეგობრებო, ღმერთო ჩემო, შეხედეთ რა ზომისაა ეს კამელეონი. და შეხედეთ იმ პირს, ეს ძალიან საშიშია. მაგრამ ეს სრულიად გიჟურია. შეხედეთ როგორ ფერადი ხდება. აუ, კარგი. ხო და მას მართლაც ძალიან ბასრი ბრჭყალები აქვს. ისეთი შებზნებაა, თითქოს ლობსტერი მჭიდროდ მიჭერს. შეხედეთ რა მაგარია, ღმერთო ჩემო. მიყვარს კამელეონები, მეგობრებო. და ბევრი მინახავს ადრე, მაგრამ ასეთი ბევრი წითელი ფერი არც ერთზე არ მინახავს. ეს სრულიად გიჟურია. აუ, ვაუ, კარგი, ხო, ეს ბრჭყალები მართლა მტკენს. ისინი ძალიან ბასრია. ეს კარგი არ არის. საბედნიეროდ შევძელი რომ გაეშვა ხელი და კონტეინერში ჩავასვი, მაგრამ შემდეგ გადავედი შემდეგ ვოლიერში და ყველაფერი კიდევ უფრო საშიში გახდა. ღმერთო ჩემო, მწვანე ხის პითონი. კარგი, ამას არ გავაკეთებ. მეგობრებო, მე რეალურად მაქვს გამოცდილება მწვანე ხის პითონებთან და ისინი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გველებია მსოფლიოში. და მათ ასევე ყველაზე დიდი კბილები აქვთ ყველა არაშხამიან გველს შორის. ასე რომ ეს ნამდვილად სახალისო არ იქნება. სწრაფად ისევ ჩავიცვი გველის ხელთათმანები და ფრთხილად გავხსენი ვოლიერი. და ხო, დიდხანს არ დამჭირდა გველის პოვნა. აი ესე. დავიჭირეთ მეგობრებო, ძალიან ფრთხილად იყავით. ამ გველებს ძალიან ბასრი კბილები აქვთ. ღმერთო ჩემო, მიგბენს, ეს კარგი არ არის, შეღებილია წითლად. რატომ ხარ ზემო გაბრაზებული? ჩვენ გშველით. ეს ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე აზიური ვაზის გველი, მეგობრებო. აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კარგი, იცით რა? ფიქრობ, ჯობია კონტეინერში მოვათავსოთ, სანამ ვინმეს მიგბენს. ამ ეტაპზე უკვე მზად ვიყავი ოთახიდან გასასვლელად, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე ვოლიერი დაგრჩა შესასწავლი. და რაც უკვე ვიპოვეთ, იმის მიხედვით შეუძლებელია ვივარაუდოთ რა შეიძლება იყოს მათში. და გახსოვდეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ჯერ კიდევ მთელი ზოოპარკი გვაქვს შესასწავლი და სულ უფრო გიჟურ ცხოველებს შევხვდებით. კარგი, ვნახოთ რა არის შემდეგ ვოლიერში. მართლა იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი გველი არ იქნება. ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას. აქ წერია, რომ შიგნით რქიანი ხვლიკია, ხუმრობთ. ღმერთო ჩემო, ეხლა ვცახცახებ ხალხო, გული გამისტდება. არ მგონია ხდებოდეთ რამდენად გიჟურია ეს ყველაფერი. რქიანი ხვლიკები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ცხოველები არიან. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ისინი, მაგრამ ცხოვრებაში არც ერთი არ მინახავს. ეს არსებები ძალიან იშვიათები არიან. იმედი მაქვს ჯერ კიდევ აქ არის. ეს აკვარიუმი საკმაოდ ცარიელია. გთხოვთ ცოცხალი იყოს. აქ არ არის. მოიცადე, მგონი დავინახე. ღმერთო ჩემო. ჰელენ, შეხედე ამას. აი ის რქიანი ხვლიკია. ვიპოვეთ. ჯერ კიდევ აქ არის ხალხო. ღმერთო ჩემო, ეს ისეთი მაგარია. ეხლა თუ არ იცით რა არის რქიანი ხვლიკი, ალბათ გიგვირთ რატო ვარ ასე აღფრთოვანებული. ძირითადად ეს ხვლიკები ცნობილები არიან იმით, რომ შეუძლიათ თვალებიდან სისხლის გამოშქეფება. დიახ, სწორად გაიგეთ. ამ არსებებს პირდაპირ შეუძლიათ თვალებიდან სისხლის გამოშქეფება თავდათვის მიზნით. და ამას გარდა ისინი უბრალოდ ძალიან უცნაურად გამოიყურებიან. თითქოს ნამდვილი დინოზავრია. ეს უბრალოდ საოცარია.
არ მჯერა რომ ეხლა მართლა ხელში მიჭირავს რქიანი ხვლიკი. ალბათ ეს ყველაზე მაგარი ცხოველია, რაც კი ოდესმე პოლია ჩვენს არხზე. მოდი მეგობარო, გამოუშვი სისხლი თვალებიდან გთხოვ. სულ მინდოდა ეს მენახა. ინტერნეტში მხოლოდ რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც ისინი ამას მართლა აკეთებენ. არ მგონია რომ ეხლა მოხდეს მეგობრებო. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა თავს საფრთხეში გზნობენ. ასე რომ მგონი მოვეწონე. ფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ძალიან ცოტა შორის ვართ მსოფლიოში, ვისაც მართლა ჰყავს რქიანი ხვლიკი შინაურ ცხოველად. და მასთან და 4 თვალებიან თევზთან ერთად ნამდვილად გზაზე ვართ, რომ YouTube-ზე ყველაზე გიჟური ცხოველების კოლექცია გქონდეს. კარგი, ამ ოთახში კიდევ ერთი ვოლიერია დარჩენილი და წარწერაზე წერია, რომ შიგნით საჰარის ქვიშის ბოა ცხოვრობს. ასე რომ ხო, კიდევ ერთი გველი. თუმცა საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გველის სახეობა ცნობილია ქვიშაში ჩაფლულობით. ასე რომ ხო, შეიძლება ცოტა რთული იყოს მისი პოვნა. დავიწყეთ 9-ში ქეკვა, როცა უცებ შევამჩნიე, რომ ზედაპირ ქვეშ რაღაც მოძრაობდა. ამიტომ გადავწყვიტე ამომეღო ის იმ იმედით, რომ არ მიგბენდა. ღმერთო ჩემო, ჰელენ გველი ავიგე. ის სინამდვილეში საკმაოდ დიდია. კარგი, ბევრად უფრო დიდია ვიდრე მეგონა, მაგრამ ეს სიგიჟეა მეგობრებო. ეს კიდევ ერთი გველია, რომელიც არასდროს მინახავს. და საბედნიეროდ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან დიდი ხანი იყო მიტოვებული. კარგი, ცოტა მაშინებს კიდეც. ასე რომ გონია უნდა ჩავასოთ კონტეინერში და გავაგრძელოთ ძებნა. ეხლა როცა პირველი ოთახი სრულად შევისწავლეთ, მე გავაგრძელე. და მას შემდეგ რაც მხოლოდ ცარიელი ვოლიერები ვნახე, წავაწყდი ძალიან დიდ აკვარიუმს, რომელშიც რაღაც სრულიად გიჟური იყო. არ არსებობს ბიჭებო Art Fly River-ის გვა. ვიცი რთულია გარჩევა, რადგან წყალი ძალიან ბრია, მაგრამ ის უზარმაზარია. ეხლა ეს გუები ძალიან განსაკუთრებულები არიან, რადგან ისინი ერთადერთები არიან მსოფლიოში, რომლებიც სრულად წყლის ბინადრები არიან. ანუ მათ გადარჩენისთვის მიწა საერთოდ არ სჭირდებათ. არ ველოდი რომ აქ ერთს ვიპოვიდი, მით უმეტეს ასეთი ზომისას. გინდა იჯერეთ, გინდა რა, ეს კუ იმდენად იშვიათია, რომ მისი ფასი დაახლოებით $800. ხო, ასე რომ ნამდვილად კარგი აღმოჩენაა, თუმცა ჯერ კიდევ უნდა დავიჭიროთ. და თუ მისი ზომი თუ იმსჯელეთ, ეს ადვილი არ იქნება. სწრაფად ავიღე ყველაზე დიდი ბადე, რაც კი ვიპოვე და საბედნიეროდ პირველივე ცდაზე შევძელი კუსა მოვება. დავიჭირე ბიჭებო, ღმერთო, ეს კუ ისეთი მძიმეა. აი ესე, დავიჭირეთ. დამშვიდდი მეგობარო, დამშვიდდი. ჩვენ შენს გადასარჩენად ვართ აქ. არ მჯერა ბიჭებო. შეხედეთ ამ Fly River-ის კუს ზომას. პირდაპირ ზღვის კუს გავს. რამ მაგარი არსებაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოოპარკმა უბრალოდ აქ დატოვა, ძალიან სამწუხაროა. საბედნიეროდ საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება, რაც გასაკვირია თუ გავითვალისწინებთ რა პატარა იყო ის ავზი. ამ ბიჭს ბევრად დიდი სახლი ეკუთვნის და მგონი მისთვის იდეალური ადგილი მაქვს. ეხლა თუ არ იცით, ჩემს ეზოში უზარმაზარი აუზი მაქვს, სავსე იშვიათი თევზებით და ვფიქრობდი, რომ Fly River-ის კუს აქ ძალიან მოეწონებოდა. ამიტომ გადავწყვიტე აქ შემომეყვანა. და მაშინვე ბევრად უფრო ბედნიერი გამოჩნდა. ამის შემდეგ კიდევ ერთ შენობას წავაწყდი, რომელიც პირველზე კიდევ უფრო დიდი იყო. და მაშინვე მივხვდი, რომ იქ მსოფლიოში ყველაზე გიჟური ცხოველები ცხოვრობდნენ. ვაუ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო ეხლა მეგობრებო, მაგრამ უკვე ვხედავ, რომ აქ ძალიან ბევრი საშიში ცხოველია. ასე რომ აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ. გადავწყვიტე ძიება ამ კუთხიდან დამეწყო, სადაც იყო ძალიან დიდი ვოლიერი, რომელიც 4 ნაწილად იყო გაყოფილი და თითოეულში სხვადასხვა ცხოველი იყო. შეხედეთ ამას მეგობრებო. ეს არის აფრიკული გიგანტური ხარის ბაყაყი. ღმერთო ჩემო, ესეთი ბაყაყი ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სახეობის ბაყაყია. ღმერთო ჩემო, აი ისიც. ხუმრობთ, შეხედეთ მაგის ზომას. ეს ყველაზე დიდი ბაყაყია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეგ მართლა ნამდვილია? მეგობრებო, ეს ნამდვილი ურჩხულია. კი, ნამდვილად მოძრაობს. ღმერთო ჩემო, დავიჭირე. მოდი აქ მეგობარო, გიშველით. ეხლა ხუმრობთ? მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის. არც კი ვიცოდი, რომ ბაყაყები ესეთი დიდი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ღმერთო ჩემო, მე ძალიან დიდი ხელები მაქვს. ასე რომ თუ ეხლა დიდად არ ჩანს, უბრალოდ შეხედეთ მას ჩემს თავთან შედარებით. ის პირდაპირ ჩემს თავზე დიდია. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაყაყია ძალიან ფრთხილად უნდა დავიჭირო. და ეს იმიტომ, რომ ამ ბაყაყებს ისეთი ძლიერი გბენა აქვთ, რომ ცნობილია, რომ ადამიანებს თითებებს უმტვრევენ და ის სულაც არ არის ბედნიერი. აგი, მგონი ჯობია უბრალოდ ჩავასვათ ვედროში, სანამ ცუდად დამთავრდება ყველაფერი. ეს ნამდვილად ამ შენობაში პირველი გიჟური აღმოჩენა იყო, თუმცა მგონია, რომ აქედან მხოლოდ უფრო გიჟური რაღაცები მოხდება. და ხო, არ შემწდარვა, რადგან ბაყაყის ვოლიერის გვერდით იყო ეს ვოლიერი, სადაც ცხოვრობდა ხვლიკი სახელად ურომასტიქსი. და ეს იყო ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე მინახავს. ღმერთო ჩემო, ეგ არსება ნამდვილი დინოზავრს გავს ხალხო, სინამდვილეში ცოტა საშიში აკინეც. ამ ხვლიკებს აქვთ ძალიან დიდი კუდი, რომელიც აღჭურვილია ბასრი ეკლებით. ასე რომ ნამდვილად ცოტა ნერვიულად ვარ რომ ავიღო. კარგი, მოდი მეგობარო, მოვდივარ რომ გადაგარჩინო. გინდა რომ გადაგარჩინო, ხომ ასეა? ღმერთო ჩემო, კარგი, ეხლა კუდი დამატკა, ეგ არ არის კარგი. აი ესე.
კარგი მშვიდად ვართ, ხომ ესეა? იყავი კეთილი, იყავი მეგობრული, ეს ძალიან საშიშია. ისე ჩანს, თითქოს ახლა ნამდვილი დინოზავრი მიჯერავს. შეხედეთ იმ კუც, რომლითაც ახლახან სცადა და მერტყა. ეს ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო, მეგობრებო. ვაუ, ეს მართლაც დიდი ხვლიკია, მეგობრებო. ეს უდავოდ ყველაზე დიდი ურომასტიქსია, რაც კი ოდესმე მინახავს. არ ვიცი რა ხდება ახლა, თითქოს ყველა ცხოველი, რომელსაც პოულობს, წინააზე უფრო დიდია. და ეს მაინც არაფერია იმ გიგანტურ ცხოველებთან შედარებით, რომლებიც მოგვიანებით ვიდეოში შეგხვდება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ნამდვილად არ გინდათ ვიდეოს გამორთვა, რადგან ყველაფერი ძალიან გადაირევა. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ უამრავი სხვა ცხოველი გქონდა გადასარჩენი მეორე შენობაში. ამიტომ ურომასტიქსი კონტეინერში ჩავამატე და გავაგრძელე გზა. და შემდეგ ვოლიერში კიდევ ერთი გიგანტური ხვლიკი იყო. არა, ეს სავანის მონიტორია. ხალხო, მართლა მგონია, რომ ამ ვიდეოს გადაღებისას მოვკვდები. სავანის მონიტორები ცნობილია თავისი აგრესიულობით და სერიოზულად შეუძლიათ დაგაზიანონ. და იმ ურომასტიქსის შემდეგ აღარ ვაპირებ რისკზე წასვლას. ასე რომ წავალ და იმ გველებთან სამუშაო ხელთათმანებს ავიღებ. ხელთათმანებით ფრთხილად ავიღე მონიტორი და საბედნიეროდ ის ისეთი აგრესიული არ აღმოჩნდა. უბრალოდ ოდნავ მისისინებდა ჩემზე, მაგრამ მაინც საკმაოდ საშიში იყო მისი დაჯერა. მივედი, ჩავდე ის კონტეინერში და გადავედი ამ ვოლიერის ბოლო ნაწილზე, როცა მოულოდნელად შოკის მომბრელი აღმოჩენა გავაკეთე. ღმერთო, ესენი რა ჯანდაბაა, ბიჭებო! ამ ვოლიერზე არანაირი ნიშანი არ არის, რომელიც ცხოველები არიან შიგნით, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფერეტებია და მგონი ორი არიან შიგნით და აშკარად ჩანს, რომ გამოსვლა უნდათ. კარგი, მოდივარ, რომ გამოგიყვანოთ, ბიჭებო, ცოტა რთული იქნება. ბოლომდე კუთხეში არიან. მოდით. აი ესე, დავიჭირენ? ღმერთო! ვაუ, რა საყვარელია, ბიჭებო! ეხლა ფერეტებზე ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან და კარგი შინაური ცხოველები გამოდიან. ასე რომ ამ ბიჭებს აუცილებლად დავიტოვეთ. ასე რომ კომენტარებში ორი სახელი დაწერეთ მათთვის. და ხო, ისინი უბრალოდ ძალიან საყვარლები არიან. ფერეტები კონტეინერში ჩავამატე და გზა გავამგზელე. და შემდეგ ვოლიერში ეს ვიპოვე. პითონი. ღმერთო ჩემო. ხუმრობთ ხალხო, მეგონა გველებთან უკვე მოვჭით. და როგორც ჩანს, ესეთ ალბინოსია, რაც მას ბევრად უფრო იშვიათს ხდის. მოდი ვიმედოვნოთ, რომ აგრესიული არ არის. ფრთხილად გავხსენი ვოლიერი და თავიდან ვერაფერი დავინახე, მაგრამ მერე გველი დავინახე, რომელიც მორიგის ქვეშ იმალებოდა. ღმერთო ჩემო, აი ისიც, მეგობრებო, აი გველი და ის დიდია. ეს ძალიან საშიშია, ეს არ მომწონს. კარგი, დავიჭირე, წავედით, მეგობრებო. ეხლა გუწფელად გითხრათ, გველები ძალიან მეშინია, მაგრამ ეს ძალიან ლამაზია. მგონი ალბინოსი გველი არასდროს მინახავს. შეხედეთ მას, წითელი თვალები აქვს, ეს ხომ სიგიჟია. ღმერთო ჩემო. ეხლა მივხვდი, რომ გველის ხელთათმანები არ მიკეთია. ეს ნამდვილად ბეთუზე გადარჩენა იყო, მაგრამ საბედნიეროდ შევძელი მისი კონტეინერში მოთავსება და შემდეგი ვოლიერისკენ გადავინაცვლე. და იქ რაღაცა სრულიად გიჟური ცხოვრობდა. ატმისყელიანი ვარანი. რატომ არის აქ ამდენი ვარანი, ღმერთო ჩემო, ესმის? მგონი იქ რაღაც მოძრაობს. კარგი, ეს საშიშია. ეხლა ზუსტად როგორც სავანის ვარანი, ეს ბიჭებიც უკიდურესად საშიშები არიან და სინამდვილეში შხამიანებიც. და ამას გარდა მათ აქვთ ძალიან ბასრი ბრჭყალები და ძლიერი კუდი, რომელსაც თავდაცვის მექანიზმად იყენებენ. და ატმისყელიანი ვარანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ვარანია. სინამდვილეში მე ესეთი ჯერ არასდროს მინახავს. ამის გათვალისწინებით ნელა გავხსენი ვოლიერი, იმ იმედით, რომ ამ ხვლიკს ჩუმად მივეპარებოდი. მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ კარი ღია იყო, მაშინვე პანიკაში ჩავარდა. ღმერთო ჩემო, ცდილობს რომ გაიქცეს. ეს კარგი არ არის, დამშვიდი ძმაო. უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. დავიჭირე. ღმერთო ჩემო, მიგვენას ცდილობს. არ მიკბინო. აუ, რა ბასრი ბრჭყალები აქვს. ხელთათმანშიც კი მგზნობ, ეს როგორ შეიძლება? აუ, ღმერთო ჩემო, და კუდითაც მირტყამს. ხო, როგორც ხედავთ, ძალიან უკმაყოფილო იყო, მაგრამ ცოტა ხანს რომ დავიჭირე, ბოლოს მაინც დამშვიდა. ხედავ ძმაო, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შენს გასატკენად არ ვართ აქ. სინამდვილეში გიშველი, ასე რომ მადლობა არ არის საჭირო. მაგრამ ეხლა როცა ცოტა დამშვიდა, უკვე შეგიძლიათ ნახოთ, რატომ ეძახიან მათ ატმისყელიან ვარანებს. ეს იმიტომ, რომ ყელზე ძალიან ლამაზი ნარინჯისფერი აქვთ. და ხო, მართალია ეს საკმაოდ დიდი ხვლიკია, მაგრამ ესენი 5 ფუტამდე იზრდებიან, ასე რომ ცოტა საშიშია. ბოლოს კონტეინერში ჩავასვი. და ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ ამდენი ხვლიკის პოვნის შემდეგ ჩვენ პირდაპირ დინოზავრების არმია გვეყოლება. თუმცა როცა შემდეგ ვოლიერს გავხსენი, სრულიად განსხვავებული რამ შემნიშნე. ღმერთო, ეს გოა? ესეთი ჯერ არ ვიპოვია. ეს ძალიან მაგარია. ეხლა თითქმის დარწმუნებული ვარ, ამას რუსული კუქვია. და სხვა ბევრ კუზგან განსხვავებით, ესენი საკმაოდ პატარა ზომის რჩებიან. და ნუ არ მინდა რამე გამიმხილოთ, მაგრამ ამ ზოოპარკში ძალიან დიდი კუებიც არის. და მოგვიანებით ვიდეოში ვეცდებით ისინი ვიპოვოთ. მაგრამ ეხლა ამ კუს ვათავსებთ ვედროში და გავაბრძელებთ გზას. ამ ეტაპზე ამ შენობაში მხოლოდ ერთი ვოლიერი იყო დარჩენილი. და მის შიგნით რაღაც სრულიად მოულოდნელი იყო. შაქრის ფრინავები. რა ჯანდაბაა შაქრის ფრინავი, რის ფრინავი? ეს მაიმუნივით რამეა თუ რა?
ბიჭებო, ესეთი რამე არასდროს მინახავს, მაგრამ აქ წერია, რომ ისინი ფრენასაც კი შეძლებენ, რაც სიგიჟეა. თუმცა აქ არაფერს ვხედავ, ეს გალია საკმაოდ ცარიელია. მაინც გავხსელი და შევამოწმე. და პირველ შეხედვაზე ეს გალია სრულიად მიტოვებულად ჩანდა, მაგრამ მერე უცნაური ხმა გავიგონე ამ პატარა ჩანთიდან. აუ, ღმერთო ჩემო, ეს რა არის ბიჭებო, რა გამოსცემდა იმ ხმას? ეგ ხმა ნამდვილი დემონის ხმა. ხო, როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ შეშინებული ვიყავი, მაგრამ მაინც გადავთქვიტე, ხელი ჩამეყო შიგნით და უცებ რაღაც ვიგძენი. ეს გესმით ეხლა, ეს როგორ შეიძლება რეალური იყოს? მოიცადეთ, მგონი დავიჭირე. არ არსებობს ბიჭებო, ნახეთ ეს. ეს შაქრის მფრინავია, ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. რატომ მქონდა ესეთი საშიში ხმა ბიჭებო? ამას ნამდვილად არ ველოდი. ეხლა მე შაქრის მფრინავების ექსპერტი არ ვარ. არც კი ვიცოდი, რომ ისინი არსებობდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ამ პატარა აპკებს იღენებენ ხელების ქვეშ, რომ პირდაპირ ჰაერში იფრინონ. ზუსტად ასე. მოიცადეთ ერთი წუთით. ეს გესმით? ბიჭებო, მგონი ეს ერთადერთი არ არის იქ. კიდევ ერთ სვისმენ. ხო, ეს ნამდვილად კიდევ ერთი შაქრის მფრინავია. აუ, მიკბენს, ღმერთო ჩემო, მადლობა ღმერთს, რომ გველის ხელთათმანები მაცვია. აი ესე, დავიჭირე. ღმერთო ჩემო, ეს ბევრად დიდი იყო. არა. შაქრის მფრინავი გვყავს წრიულ იარაღზე. აი ესე, დავიჭირე. დამშვიდდი ძმაო, ღმერთო ჩემო. ესეთი ხმა ცხოველს არასდროს გამეგონია. ეს სიგიჟეა. ხო, საშინლად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ისინი, ღმერთო ჩემო. ჰელენ, ეხლა კამერაზეა, ყველაფერი რიგზეა, დავიჭირე. აი ასე. კარგი, ცოტა გიჟები არიან, მგონი კონტეინერში უნდა ჩალასვა, სანამ გაფინდებიან. ზუსტად ასე. არა, ეხლა რადგან ესენი ამ შენობაში ბოლო ცხოველები იყვნენ, კონტეინერში ჩავასვი და გზა გავაგრძელე. და მას შემდეგ რაც მიტოვებულ ზოოპარკში კიდევ ცოტა ვიხეტიალე, წავაწყდი ვოლიერს, სადაც რაღაც საოცარი ცხოვრობდა. ბიჭებო, მგონი აქ კუები არიან. ესენი შეიძლება ის დიდი კუები იყვნენ, რომელთა შესახებაც ახლახან ვლაპარაკობდი, მაგრამ ამის გასაგებად ერთადერთი გზა შიგნით შესვლა და მათი პოვნაა. ამიტომ მივედი, გალია გავხსენი და ძებნა დავიწყე. და რა თქმა უნდა, დიდხანს არ დამჭირობია, სანამ კუ ვიპოვე. ჰელენ, ნახე, აი იქ, მგონი ერთს ვხედავ. ეს ნამდვილად კუა. და ბევრად დიდია ვიდრე პირველი, რომელიც ვიპოვეთ. ეს საოცარია. ეხლა თითქმის დათმობებული ვარ, ამას სულკატას კუ ქვია. და რუსული კუსგან განსხვავებით ესენი უზარმაზრები იზრდებიან. და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია ეს ვოლიერი, მგონია რომ აქ მხოლოდ ეს ერთი არის. თი არ არის. მივედი და ეს კუ კონტეინერში ჩავდე. მერე კი გარშემო ვიხედებოდი, იქნებ კიდევ ვიპოვო მეთქი. მოიცა ერთი წუთით. ისიც კუა, მგონი კიდევ ერთი ვიპოვეთ. ნახეთ ეს. ეს კიდევ ერთი სულკატას კუა. მგონი ეს პირველზე ცოტა უფრო დიდია, მაგრამ როგორც თქვი, ესენი 200 ფუნტზე მეც იზრდებიან, ასე რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაზრდელი. ნახეთ ივიძებს. ჰეი, მეგობარო, ჩვენ გადაგარჩინეთ. ხო, არაფრის. ორი სულკაკას კურო ვიპოვე, ძებნა გავაგრძელე და კიდევ ერთი ვიპოვე. ეს კი აქამდე ნაპოვნთაგან ყველაზე დიდი იყო. ვაუ, ის მართლა ძალიან მძიმეა. პირდაპირ ქვასავითი გზნობა. ეს იგივე სახეობაა, როგორც ის ორი. ეს სულკატას კუა, მაგრამ მგონია რომ ეს მამალია და ის ორი დედალია. ვინ იცის? იქნებ ერთად რომ დავტოვოთ, სულკატას კუს ნაშიერები გვეყოლება. ეს ძალიან მაგარი იქნებოდა. მას შემდეგ რაც ეს ბიჭი ვიპოვე, სამწუხაროდ ვეღარ ვიპოვე სხვა კუები. ვოლიერში, მაგრამ გახსოვდეთ რაც გითხარით. ვიდეოს ბოლოს კიდევ უფრო დიდებს ვიპოვით. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ზოოპარკში სანახავი და ცხოველები კიდევ უფრო უცნაურები და საინტერესოები გახდებიან. შემდეგ კიდევ ერთი შენობა ვიპოვე, სადაც ცხოველების ოთახი იყო და ეს ბევრად დიდი იყო, ვიდრე ის ორი, რაც მანამდე ვიპოვეთ. ასე რომ შიგნით შეიძლება ყველაფერი იყოს. ძებნა დავიწყე და პირველ ვოლიერში რაღაცასაც წავაწყდი, რომელსაც უფეხო ხვლიკი ერქვა. ღმერთო, ხედავ მას, აი იქა, ეს რაღაც უზარმაზარია. ბიჭებო, უფეხო ხვლიკები აქამდეც მინახავს, მაგრამ ასეთი დიდი არასდროს. კარგი, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. ცოტა მერვიულობ, გთხოვ, არ მიგბინა. მოდი აქ, ღმერთო, აშკარად არ უხარია, დავიჭირე. ფრთხილად, ჰელენ, დიდია. ნახეთ ეს, შეხედეთ მას. სიკვდილის ბრუნვას აკეთებს, ზუსტად როგორც ალიგატორი. დამშვიდი ძმაო, დამშვიდი. ეს ძალიან საშიშია. მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეხლა გველს ვიჭერ, მაგრამ ეს სინამდვილეში ხვლიკია. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი ცხოველი ამ ოთახში, კიდევ ძალიან ბევრი დაგვრჩა. და რადგან არ ვიცით, რამდენი ხანია აქ მიტოვებულები არიან, უნდა ვიჩქაროთ და გადავარჩინოთ ისინი. ამიტომ უფეხო ხვლიკი კონტეინერში ჩავდე და შემდეგი ვოლიერისკენ გადავედი. არ მჯერა. წერია, რომ აქ კიდევ ერთი კამელეონია, მაგრამ ეს განსხვავებულია იმ პირველისგან, რომელიც ვიპოვეთ. ეს ჯექსონის კამელეონია და ისინი ბევრად უფრო იშვიათები არიან. მოდი ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის პოვნას. მოიცადეთ, აი ისიც, დიდხანს არ დაგჭირვებია. ეს ჯექსონის კამელეონია. ღმერთო, რა მაგარია. მოდი მეგობარო, უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. აი ასე ვიპოვეთ. რა მაგარია ხალხო. ეხლა დარწმუნებული ვარ, ხედავთ რომ ეს ჩვეულებრივი კამელეონი არ არის.
რაც მართლა მაგარია ამ არსებებში არის ის, რომ მათ სახეზე სამი რქა აქვთ და სხეულზე ულამაზესი ფერები. არ მგონია ოდესმე ესეთი გვიპოვია. ეს მართლაც მაგარი აღმოჩენაა. ამ ოთახში უკვე ორი ცხოველი გადავარჩინე და შემდეგი გალიისკენ გადავინაცვლე, სადაც ყველაზე უცნაური ვიპოვე. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, აქ წერია, რომ შიგნით ლურჯენიანი სკინკია. მოიცადეთ, ის პირდაპირ ჩემს წინ არის. ღმერთო ჩემო, საკმაოდ დიდია, ცოტა შემაშინებელია. არ მოგატყუებთ, ეს ხულიკები ცნობილია აგრესიულობით. იმედია არ მიგბენს. ღმერთო შიშინებს, ეს კარგი არ არის ბიჭებო. მოდი აქ, აი ასე, დავიჭირე. შეხედეთ ამას, ეს სიგიჟეა. დარწმუნებული ვარ, ხედავთ, რატომ ეძახიან ამ არსებებს ლურჯენიან სკინკებს. მათენები მართლა ლურჯია. ეს ხულიკებიც საკმაოდ იშვიათია. გონი აქამდე მხოლოდ ერთი გვიპოვია. ასე რომ ნამდვილად არ ველობი ამას, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ არსებებს ძალიან ძლიერი კბენა აქვთ და სერიოზული ინფექციის გამოწვევა შეუძლიათ. გონი ჯობია ეს არსება კონტეინერში მოვათავსოთ. ეხლა კი ყველა ხულიკი, რომელიც აქამდე ვიფამდე ვიპოვეთ, ისეთი სახეობებია, რომლებიც ადრე მინახავს. მაგრამ შემდეგი ისეთი იყო, რომლის არსებობაც არც კი ვიცოდი. ზურმუხტის ფერის სვიფტი. ეს რა არის საერთოდ? აი მეგობრებო, სწორედ ამიტომაა მიტოვებულ ზოოპარკში კვლევა ასეთი საინტერესო. აქ ხვდები ისეთ ცხოველებს, რომლებსაც ადამიანები შინაურ ცხოველებად არ ამყოფებენ. ასე რომ გონი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოს ბოლოს ყველაზე უცნაური ცხოველების კოლექცია გვექნება. ნელა გავხსენი ვოლიერი და დავიწყე მიმოხილვა. დიდხანს არ დამჭირვებია, რომ ეს იდუმალი ხულიკი მეპოვნა. აი ესე დავიჭირეთ. ეს ძალიან მაგარია, მეგობრებო. ეს ხულიკი პირდაპირ დრაკონს გავს და ძალიან ლამაზი ფერებიც აქვს. ამჯერა რომ აქამდე ასეთი არ მინახავს. ალბათ ძალიან იშვიათები არიან, მაგრამ საკმაოდ ცელქია. კარგი, მოდი ჩავასვათ კონტეინერში, სანამ არ გაიქცა. ღმერთო, დამშვიდდი. ჯერჯერობით ამ ოთახში მხოლოდ ხულიკები ვიპოვეთ. თუმცა შემდეგ ვოლიერში რაც ვიპოვე, სრულიად განსხვავებული იყო. ღმერთო ჩემო, ჰელენ, აქ წერია, რომ შხამიანი ისრის ბაყაყები არიან. ხუმრობ ხომ არა? მე შეფხრობილი ვარ შხამიანი ისრის ბაყაყებით. ისინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ცხოველია მსოფლიოში. და ასევე ცნობილია, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი და უკიდურესად მომაკვდინებელი ცხოველები არიან. ასე რომ ძალიან ფრთხილად მოგვიწევს მათი დაჭერა. ამიტომ გადავწყვიტე ხელთათმანები ჩამეცვა და ვოლიერი ფრთხილად გავხსემი. ცოტა ხნის ძებნის შემდეგ კი ერთი კი არა, ორი ისრის ბაყაყი ვიპოვე. ღმერთო, აი ისინი. ბიჭებო, ეხლა ძალიან ნერვიულობ, რომ ისინი ხელში ავიყვანო. ეს არსებები უკიდურესად ტოქსიკურები არიან. აი ესე. ერთი ავიღეთ, ღმერთო ჩემო. ეხლა ვცახცახებ, ბიჭებო, ეს ძალიან საშიშია. უბრალოდ უნდა დავწმუნდე, რომ ეხლა ხელიდან არ გადამიხდება. ეს კარგი არ იქნება, მაგრამ შეხედეთ ამას. ჩვენ გვაქვს ლურჯი შხამიანი ისრის ბაყაყი. ეს ძალიან მაგარია. ეს საკმაოდ პატარაა, მაგრამ იქ მყოფი მეორე ბევრად უფრო დიდი ჩანს. მოდით ფრთხილად გადავიყვანოთ ეს ბიჭი კონტეინერში და ვცადოთ მეორე დავიჯიროთ. აი ასე. ეხლა ჩემს ხელზე გადახდა. ხო, ეს მარტივი იყო. როგორც ხედავთ, ეს ბევრად უფრო დიდია ვიდრე პირველი. მგონი ეს უკვე სრულად გაზრდილი ზრდასრულია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბევრად უფრო შხამიანია. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს მაინც ძალიან მაგარია, ბიჭეგო. სულ ორი შუბიანი ბაყაყი დავიჭირეთ. ესენი ალბათ ჩემი საყვარელი ცხოველები არიან, რაც კი აქამდე გვიპოვია. ასე რომ აუცილებლად დავიტოვებ შინაურ ცხოველებად. ამის შემდეგ გადავადი შემდეგ აკვარიუმთან, სადაც კიდევ ერთი ბაყაყი ცხოვრობდა, მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდი იყო. მოიცადეთ, მგონი უკვე ვხედავ ბიჭეგო, აი აქა. ეს ბაყაყი უზარმაზარია, ღმერთო ჩემო. ვაუ! ეხლა ფაკმენის ბაყაყები ადრე მინახავს, მაგრამ ასეთი ზომის არასდროს. ფუ, ღმერთო ჩემო, მგონი მფურთხებს, რატომ აკეთებ ამას? ეს ისეთი საზიზლარია. შეხედეთ, რა რბილია მისი მუცელი, ბიჭებო, ეს არსება ძალიან მსუქანია. ეხლა რომ არა ის აფრიკული ხარის ბაყაყი, რომელიც ადრე ვიპოვეთ, ვითხოვდი, რომ ეს ალბათ ყველაზე დიდი ბაყაყია, რაც კი ოდესმე გვიპოვია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან მაგარია. და ის ჯერ კიდევ ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ იმ ავსში წყალი არ ჩანს. მოდი გადავიყვანოთ ის ვედროში სუფთა წყლით და გავაგრძელოთ. შემდეგ ავსში კიდევ ერთი ბაყაყი იყო, რომელსაც წვიმის ბაყაყს ეძახიან. მაგრამ მთელი ვოლიერის გადაქეკვის შემდეგ ვერაფერი ვიპოვე. ამიტომ გადავედი ოთახში ბოლო ავზზე, სადაც ყველაზე საშიში ცხოველი იყო. ღმერთო, ეს კიდევ ერთი გველია, მეგობრებო. წერია, რომ ეს კალიფორნიის მეფე გველია, მაგრამ ალბინოს გავს. მგონი ასეთი ჯერ არ მინახავს. იმედია საშიში არ არის. როგორც კი გავხსენი გალია, მაშინვე შევამჩნიე გველი და ის დიდი იყო. ღმერთო, არ შემიძლია ბიჭებო, მგონია რომ ჩემს შიშს გრძნობს. ეს კარგი არ არის, პირდაპირ კუც მიჩხრიალებს, როგორც ჩხრიალა გველი. ვიცი რომ შენ ჩხრიალა გველი ახარ, ვერ მომატყუებ. კარგი, ერთი იდეა მაქვს. რა მოხდება თუ თვითონ შეძრება კონტეინერში? ხო, შედი კონტეინერში. ღმერთო, მუშაობს. აი ასე, აი ასე. შედი შიგნით. დავიჭირეთ. ღმერთო, არ მჯერა რომ ეს მართლა გამოვიდა. ის კონტეინერშია და აცკი შექვებია. როცა ამ ოთახში ყველა ცხოველი გადავარჩინეთ, გავაგრძელეთ და ზოოპარკის დანარჩენი ნაწილი დავათვალიერეთ. შემდეგ იყო ტერიტორია, სადაც ყველა დიდი და გიჟური ცხოველი ჰყავდათ.
დიდხანს არ დაჭიროებია რომ რაღაც არ მოგვეჩინა. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა ბიჭებო? რაღაც ცხოველის ხმა მესმის, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა არის. რაც არ უნდა იყოს ხმა თითქოს ამ ვოლიერიდან მოდიოდა. მაგრამ რადგან ეს ადგილი ასე მიტოვებულია, ტერიტორია ძალიან გადაზრდილი იყო ბალახებით და შიგნით დანახვა შეუძლებელი გახდა. ამიტომ გადავწყვეტე ღობეზე გადამეხდა რომ გამეგო რა ცხოველი იყო, როცა უცებეს მოხდა. ეს რა ჯანდაბაა? არ დამაზიანო. გამარჯობა მეგობარო, მეგობრული ხარ. ხალხო, ეს რა ჯანდაბაა? უზარმაზარია. ვთხოვ არ მიგბინო, უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. ღმერთო, თავს მესხმის, შენს გადარჩენას ვცდილობთ. მოიცავ ერთი წუთით. როგორ გადავარჩინოთ? ეგ რაღაც უზარმაზარია. ნამდვილად ვერავიებ და ვერ ჩავდებ ვედროში. ხო, ეს კარგი არ არის. აუ, ღმერთო, ნახეთ რა ქნა, დამეჯახა ხალხო. კარგი, იცით რა, ჯობია აქედან გავიდე, სანამ მონკლავს. ღმერთო, ეხლა რადგან ეს ცხოველი ესეთი დიდია, ვერაფრით გადავიყვან სხვაგან. ამიტომ გადავწყვიტე რომ მინიმუმ ვაჭამო და სუფთა წყალი მივცე. მშია მეგობარო, ღმერთო, აშკარად შია, ძალიან მეწოდება. მართლა უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. გონი, ერთადერთი გზა არის რომ დაუკავშირდეთ ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციას, რომელიც დიდ ცხოველებზე სპეციალიზდება, რადგან მართლა არსად მაქვს ამის ადგილი. ანუ, საერთოდ რა არის ეს? ცხვარია თუ რაღაც მსგავსი? ბიჭებო, თუ იცით რა არის ეს, კომენტარებში დაწერეთ ქვემოთ. ეხლა როცა დავამტკიცეთ რომ აქ ჯერ კიდევ არიან უფრო დიდი ცხოველები, რომლებიც მიტოვებულია, გადავედი შემდეგ ვოლიერში და რაღაცა სრულიად გიჟური ვიპოვე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, აქვე ნაკვალევია და უზარმაზარია, შეხედე ამას. ეს დინოზავრია, თანაც ახალია, რაც არ უნდა იყოს, ალბათ ჯერ კიდევ აქ არის. ღმერთო, კი, როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ შეშინებული ვიყავი. მართლა არ მგონდა წარმოდგენა რა ცხოველი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, მაგრამ უნდა მეცადა და მებოვა. ასე შევძლებთ მის გადარჩენას. ეს ძალიან საშიშია, მეგობრებო. მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იურასის პარკში ვარ და T-Rex-ს ვეძებ. ღმერთო ჩემო, მოიცადე ჰელენ, ეგ რა არის? მგონი ვხედავ, ეს ჩიტია, უზარმაზარი ჩიტია და ჩვენსკენ მოდის. ეს კარგი არ არის, ჰელენ, რა ვქნათ? ეხლა როცა ჩიტი უფრო ეხლოს მოვიდა, მივხვდი რომ ეს ემუ იყო, რომელიც ცნობილია როგორც მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ჩიტი და ითვლება ნამდვილ დინოზავრად. ეს ძალიან მაგარია მეგობრებო, ემუ არასდროს მინახავს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ჩიტები შეიძლება ძალიან აგრესიულები იყვნენ და თუ მისი ბჭყალების სიდიდე შევხედავთ, ნამდვილად შეუძლია გვავნოს თუ მოუნდება. ამიტომ ნელ-ნელა მიუახლოვდი ემუს. საბედნიეროდ საკმაოდ მეგობრული აღმოჩნდა. მან მართლა დამაცალა მოფერება, რაც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა მაინც დარჩა. მეგობრებო, მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს ჩიტი. ის უბრალოდ ძალიან დიდია იმისთვის, რომ სადმე წავიყვანო, მაგრამ ეხლა იდეა მომივიდა. ცოტა გიჟურია, მაგრამ თუ ამ ვიდეოს 300,000 მოწონებას მისცემთ, დავბრუნდები და ვეცდები მთელი მიტოვებული ზოოპარკი ვიყიდო. ასე ყველა ცხოველს აქ დავტოვებდით და მე მივხედავდი მათ. ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო და ვინ იცის? შეიძლება შინაური ემუ ყავდეს ყველა იმ სხვა გიჟურ ცხოველთან ერთად, რომლებიც აქ მიტოვებულია. ეხლა ზუსტად იმ ცხვრის მსგავსად ემუს საკვების და წყლის თასები სრულიად საზიზღარი იყო. ამიტომ გადავწყვეტე მისთვის სტაფილო მიმეცა და როგორც ხედავთ, მართლა მშიერი იყო. ღმერთო, რა მშიერი იყო, მეგობრებო, შეხედეთ ამას. აი, აუ, თითზე მიგბინა, მეტკინა. მეგობრებო, ეს ემუ საოცრად მეგობრულია. ველოდი რომ ჩვენზე გამოიქცეოდა და პირდაპირ ჩემს მოკლას ეცდებოდა. მაგრამ შეხედეთ ამას, მაცლის რომ კისერზე მოვეფერო. ზუსტად ლეკვივითაა. რა საყვარელი ხარ, ღმერთო. კარგი მეგობარო, არ ინერვიულო. დაგიბრუნდებით, მაგრამ ეხლა უნდა წავიდეთ. უნდა გადავარჩინოთ დანარჩენი ცხოველები. რაც შემიძლია გითხრათ, დაალაიქეთ ვიდეო. ასე ზოოპარკის ყიდვას შევძლებთ და ემუ შინაურ ცხოველად გვეყოლება. კარგი, გავაგრძელოთ. ამის შემდეგ არ ვიცოდი კიდევ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი უფრო გაგიჟებულიყო, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთ ვოლიერთან მივედი და შიგნით სრულიად მოულოდნელი რამ დამხვდა. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ეს ის არის რაც მგონია? პირდაპირ აქ ტუკანია. არ მჯერა, ტუკანები მართლა ჩემი საყვარელი ფრინველებია მთელ მსოფლიოში. ყოველთვის მინდოდა ერთი მყოლოდა, მაგრამ არასდროს მეგონა რომ ოდესმე ვიპოვიდი. ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო, ჩვენკენ მოდის. ეს ძალიან მაგარია. არ მჯერა, ეხლა მართლა ვეხებით უკანს, თუმცა ძალიან მეწოდება. ეს ვოლიერი საშინლად გამოიყურება, ყველგან განავალია. მისი წყლის და საკვების თასები სრულიად ცარიელია, მაგრამ ის მაინც ცოცხალია. ასე რომ როგორც ჩანს, დროულად ვიპოვეთ. ცადო და ხელში ავიყვანო. ყოველთვის მინდოდა ტუკარის ხელში დაჯერა. აი ასე. ავიყვანე. ღმერთო ჩემო, რა ხდება ახლა მეგობრებო? ეს ვიდეო სიგიჟეა. ივდაპირ ახლა ვიჭერთ უკანს ხელში. ის ძალიან ლამაზია. შეხედეთ მის ნისკარტზე ფერებს. კარგი, ახლა დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი ძალიან მშიერია. ასე რომ ვაპირებთ ვაჭამოთ. მაგრამ რაც მართლა მაგარია ამ ფრინველებში ისაა, რომ შეუძლიათ ჭამონ პრაქტიკულად ყველაფერი. ხულიკებიდან დაწყებული, ხილით და მწერებით დამთავრებული. და მგონი ჩემი მაისურიც კი. ხო, აშკარად მშიერია. ამიტომ გადავწყვეტე გამომეცადა და მივეცი მას ჯიის ლარვები, მოცვი, პურძენი და კიდევ ხვლიკიც კი. და ხო, მას ნამდვილად მოეწონა.
ნამდვილად მშიერი იყო, რადგან ყველაფერი შეჭამა რაც მივეცი, გარდა ხულიკისა. ხო, ხულიკი არ უნდოდა. კარგი, ეხლა როცა ტუკანი მოულეთ, დროა გავაგრძელოთ და ვნახოთ რა შეგვიძლია ვიპოვოთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სხვა ვოლიერია დარჩენილი მოსანახულებლად. მაგრამ გახსოვდეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო თუ ფიქრობთ რომ უნდა დავბრუნდე და მივიღო მიტოვებული ზოოპარკი. წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნებოდა ეს. პირდაპირ ტუკანი გვეყოლებოდა შინაურ ცხოველად. ეხლა როგორც ხედავთ, ცხოველები სულ უფრო და უფრო ბიждდებოდნენ, მაგრამ ეს აქ არ დასრულებულა, რადგან შემდეგ შევედით ზოოპარკის მთავარ ნაწილში, სადაც უმეტესობა ცხოველების ჰყავდათ. ასე რომ მართლა არ ვიცით რას ვიპოვით. ღმერთო, როგორ ვნერვიულობ. შეხედეთ ამ ნიშნებს. არ შეხვიდეთ, მაგრამ მე შევდივარ. წავედით. აქ იმდენი ვოლიერია და გალია, მეგობრებო, და ყველგან ცხოველები არიან. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. არ მჯერა ჰელენ. ნახე, აქვე პატარა თიკნების ჯგუფია. ღმერთო, გამარჯობა ბავშვებო. ისინი ისეთი საყვარლები არიან, ძალიან მეწოდებიან. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, რატომ არიან თიკნები ზოოპარკში. საქმე ისაა, რომ აქადრე იყო პატარა ზოოპარკი, სადაც ხალხს შეეძლო მოსულიყო და ცხოველებთან ურთიერთობა ჰქონოდა. სამწუხაროდ ამ თიკნებს ჯერ არავინ უშველა, მაგრამ მალე გავიგებთ, რომ ისინი მხოლოდ ერთ-ერთი არიან იმ მრავალი ცხოველიდან, რომლებიც აქ მიტოვებულები არიან სასიკვდილოდ. კარგი, აქ კიდევ უფრო დიდი ვოლიერები გვაქვს. ღმერთო, შეხედე რა დიდია ესენი. შესაძლოა იქ შიგნით რაღაცა სრულიად გიჟური იყოს. ცოტა მერვილობაც მაქვს ახლა, მაგალითად რა მოხდება თუ ერთ-ერთ ვოლიერში შევალ და იქ ვეფხვი დამხვდება. წავედით. ღმერთო, შეხედე რა ჟანგიანია ეს კარი. შევდივარ ჰელენ, წარმატებას მისურვე. აქ სამი სხვადასხვა კარი იყო, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო შიგნით ვერ გაქცეულიყო. ეს კარი უკვე ღია იყო. ეს კარგი არ არის, ყველგან ობობები არიან. ეს საშინელებაა. კარგი, გავდივარ. ეს ძალიან შემაშფოთებელია. შეხედე ამას. აქ რაღაც ტბაა, მაგრამ მთლიანად გამშრალია. მაგრამ იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ალიგატორი ან ნიანგი იყო. არ ვიცი. კარგი, შეხედე ამ პატარა კიბეებს. არ მგონია ეს ალიგატორისთვის იყოს, რაღაც უფრო პატარაა. აქვე პატარა სახლებია. იქნებ ჯერ კიდევ სახლშია. კარგი, შიგნით არაფერია. მოიცა ერთი წუთით. აქ ნიშანია. რას წერს ნიშანი? არ არსებობს. ღმერთო, აქ წავიები იყვნენ. ვიცოდი რომ ალიგატორი არ იქნებოდა. რაღაც ბევრად პატარა იყო, ვერ ვიჯერებ. ნეტავ ისევ აქ იყვნენ. ანუ კარგია რომ გადაარჩინეს. არ მინდა მიტოვებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ წარმოიდგინე რომ სახლში წავიგვეყოლებოდა. ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა. ეს უბრალოდ აჩვენებს რომ აქ მართლაც უცნაური ცხოველები იყვნენ. და ვინც ის, ზოვი შეიძლება ჯერ კიდევ აქ იყოს. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ ძიება. ამის შემდეგ ძიება გავაგრძელე, როცა მოულოდნელად ცხოველი დავინახეთ და ის დიდი იყო. ცოტა შემაშინებელია, მეგობრებო, არ ვიცი ეს რა არის. და არ ვიცი ჩვენ შორის კარია თუ არა. ღმერთო ჩემო, ეს არსება უზარმაზარია. მგონია რომ ძროხას გავს ან რაღაცას. რას აკეთებ? ღმერთო ჩემო, ეხლა ყველაზე ბინძურ წყალს შვამს, ძალიან მეწოდება. ღმერთო ჩემო, კიდევ არიან, მოიცადეთ ერთი წუთით. ვაიმე, შეხედეთ ამას. უზარმაზარი რქები აქვს, კარგი, ცოტა მაშინებს. რატომ მიყურებს ასე? ჩვენ უბრალოდ აქ ვართ რომ გადაგარჩინოთ, კარგი? ორი ფუმფულა არის და კიდევ ორი, რომლებიც მისნაირები არიან. ის ბევრად უფრო საშიშია. მგონი ხარია ან რაღაც მსგავსი. ვის უნდა დაურეკო ამისთვის? ვერ დაურეკავ იმეს და ვერ ვეთქვი რომ აქ 4 უზარმაზარი ძროხაა, რომლებიც გადასარჩენია. კარგი, ცოტა მაშინებს. წავიდეთ აქედან, უბრალოდ გავაბრძელოთ გზა. ეხლა რადგან ზოოპარკის ამ ნაწილში ცხოველების პოვნა დავიწყეთ, ეს ნიშნავს რომ შეიძლება კიდევ იყვნენ. თუმცა მათი პოვნა ადვილი არ იქნება, რადგან აქ ძალიან ბევრი გალია და ვოლიერია და უმეტესობა სრულიად ცარიელია. არ ვიცი აქ რას ამყოფებდნენ. შეიძლება აქ მაიმუნები ან რამე უცნაური ყავდეთ. ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას. ეს ქათამია, რომელიც ამ კუჩში ზის. ცოცხალია? კი, ნამდვილად ცოცხალია. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთიცაა იქ. გეუბნებით, ეს ადვილი ქათმებით აასავსე. აქ საშინლად გარს. ამ გალიები აშკარად დიდი ხანია აქა. ამდენი განავალი არასდროს მინახავს. ეს საზიზგრობაა. შეხედე ამ ვოლიერს, ჰელენ, ბორბლებზეა. შეგვიძლია რაღაც გადავაგოროთ აქ. აქ კიდევ ერთი უზარმაზარი ვოლიერია, ღმერთო ჩემო. შეხედე რა სქელი აქ გისოსები. ვერც კი ვამოძრავებ. ალბათ აქ რაღაც ძალიან საშიში ყავდათ, მაგალითად ვეფხვი. ალბათ ვეფხვი ყავდათ აქ, ხომ ასეა? კარგი, შეიძლება ამ პატარა გალიაში ვეფხვი არ ყოფილა, თუმცა შემდეგ ვოლიერებში, რომლებიც ბევრად დიდი იყო, ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო. წავედით, ჰელენ. ეხლა ხან ვიპოვე ამ ყველა ძალიან დიდი ვოლიერის უკანა შესასვლელი. ეს მართლა საშიშია. ნამდვილად არ უნდა ვიყოთ აქ, მაგრამ მგონია ეს ერთადერთი გზაა ვოლიერებში შესასვლელად. რა ხდება? ეს როგორ ირება? მივახციეთ. შიგნით ვარ ბიჭებო. გთხოვთ, ნუ იქნება აქ რამე საშიში. კარგი, ცხოველები არ ჩანს, მაგრამ ვცდილობ ვიპოვო მინიშნებები რა იყო აქ. აქ განავალია, შეხედეთ ამას. რაც არ უნდა ყოფილიყო. აქ ბევრს ტოვებ და გაგანავალს. კარგი, ეს რაღაცა საქანელას გავს? მოიცადეთ. ეს საზიზრობა. რატომ ეხები ამას?
ეხლა სულ სველივა. ხო, ეს საქანელას გავს. ვინ იყენებს საქანელას? მგონი მინახავს ზარმაცების საქანელას ეყენებდნენ. შეიძლება მაიმუნიც. არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, აქ აღარ არის. გავაგრძელოთ, კიდევ ერთი გვაქვს აქვე. ეს გალია უკვე ღია იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო აქ, დიდი ხანია წასულია. ეს ძალიან შემზარავია, ბიჭებო. ჩვენ ახლა პირდაპირ მიტოვებულ ზოოპარკს ვიკვლევთ. უბრალოდ ძალიან საშიშია, როცა არ იცი გალიაში რამე დაგხვდება თუ არა და საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს, რა შეიძლება იყოს. შემდეგი რამდენიმე ვოლიერის დათვალიერების შემდეგ ვერაფერი ვიპოვე. და გულწრფელად რომ თქვა, უკვე ვფიქრობდი, რომ მიტოვებულ ზოოპარკში მეტი ცხოველი აღარ იყო. მაგრამ მერე უცებ ერთ-ერთ გალიიდან უცნაური ხმა მომესმა. გესმათ ეს? რა ხდება? ქათამი ეხლახან გამოვარდა გალიიდან, ბიჭებო, რა ხდება ეხლა? მე ეხლახან ნომის ღრიალი ან რაღაც მსგავსიან დათვის ხმა გავიგონე, რა იყო ეს? გადავწყვიტე გამეგო რა ცხოველი იყო ეს. შტა ცოტა ძებნის შემდეგ რაღაც შემიშნე. რა არის ეს? ღმერთო ჩემო, მთელი ჯოგია აქ. რაც არ უნდა იყვნენ, ღმერთო. ეს ვირი ხო არ არის? მგონი ესენი ვირები არიან, რა მაგარია? თქვენ მეგობრულები ხართ? მეგობრულები არიან. ნეტავ საჭმელი მქონდეს ეს მათთვის. არც კი ვიცი ვირები რა სჭამენ. ძალიან მშიერებად გამოიყურებიან. ბოდიში ბიჭებო, დავბრუნდები, გამოგყვებავთ. სტაფილოს მოგიტანთ. საიდან მოხვალით? კარგი. არა უშავს, ღმერთო ჩემო. კარგი, ჰელენ, ზოოპარკი უნდა ვეკიდოთ. სერიოზულად ვამბობ, შეხედე ამბენ ცხოველს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მართლა არსად მათ მათი წაყვანა. ერთადერთი ვარიანტია მთელი ზოოპარკის ყიდვა. ასე ყველაფერს აქ დავტოვებთ და მათზე ვიზრუნებთ. სამწუხაროდ ვეღარ გავატარე მეტი დრო ვირებთან, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ნაწილი იყო ზოოპარკის დასათვალიერებელი და კიდევ უამრავი ცხოველია, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. შემდეგ ვოლიერში შევედი და თავიდან სრულიად ცარიელი მომეჩვენა, მაგრამ მერე შიგნით რაღაც სრულიად წარმოუდგენელი ვიპოვე. აქ სინამდვილეში რაღაც არის, მგონი ეს დიდი კუა, ძალიან მძიმეა. არ არსებობს, არ მჯეროდა. ამას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა ეს კიდევ ერთი ცარიელი ვოლიერი იყო, მაგრამ არა. აქ გიგანტური კუა. მგონი ეს დიდი წითელფეხა კუა. მგონია, ოდესმე ესეთი ზომის კუმენახოს. ის მართლაც უზარმაზარია. ეხლა უკვე გასაგებია, რატომ ქვია ასე. ფეხებზე პატარა წითელი ლაქები აქვს. ეს უბრალოდ საოცარია, ღმერთო ჩემო. რამდენი ხანია აქ მიგატოვეს მეგობარო, ძალიან მეწოდება. წითელფეხა კუს პოვნის შემდეგ გზა გავაგრძელე და როგორც ჩანს, ყველაფერი უფრო საინტერესო ხდებოდა. ცხოველები აქეთ-იქით ხვდებოდა. ეს ინდაური ხომ არ არის? ჰელენ, გონი ეს ნამდვილი ინდაურია. ეს ინდაურია, ჩვენთან ლაპარაკობს. კარგი, მადლიერების დღე ახლოვდება, ბიჭებო. მგონი ცოტა ფული დავზოგეთ. ვხუმრობ, არ ვაპირებთ მის ჭამას, მაგრამ მართლა უზარმაზარია. შეხედეთ რა დიდი ინდაურია. ეხლა ზუსტად ისე როგორც თუკანი, ყოველთვის მინდოდა ინდაურის ხელში აყვანა. ამიტომ ცადე ამეყვანა, მაგრამ როგორც ხედავთ, მას არ უნდოდა აყვანა. ასე რომ გავაგრძელე. და ამის შემდეგ მალე კიდევ რაღაც ვიპოვე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ქვემოთ შეხედე. აქ რაღაცა მართლაც არის. ღმერთო ჩემო, თითქმის გვერდით ჩაუარე. მეგონა ცარიელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, აქ პატარა ყუთის კუა. ღმერთო ჩემო, არც საჭმელია, არც წყალი, ეს სრულიად შეშლიობა. არ ვიცი როგორ არის ეს არსება ცოცხალი ეხლა. მგონი არხზე ყუთის კუა არასდროს გვიპოვია. ესენი მართლაც იშვიათები არიან, ისე რომ ნამდვილად აღარ დავაბრუნებთ მას იქ. ეს საშინელი სახლია მისთვის. ასე რომ ეხლა ამ არსებას კონტეინერში მოვათავსებთ და ძიებას გავაგრძელებთ. ეს ნიშანია იმისა, რომ აქ ჯერ კიდევ არიან ცხოველები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ძებნა გავაგრძელე და ცოტა ხანში იატაკზე მცოლიარე იხვი ვიპოვე. და უნდა ვთქვა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ღმერთო, გაჩერდი. ბუნგული ჩამივარდა პირში. ასე ჩანს თითქოს ავად იყოს ან რაღაცა სჭირს. თითქოს გულიერება, არ ვიცი რა ხდება. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უნდა ვიჩქაროთ და რაც შეიძლება მეტი ცხოველი გადავარჩინოთ, რადგან მათ ბევრი დრო აღარ დარჩენიათ. ამის შემდეგ შევძელი კიდევ ბევრი ფრინველის სახეობის პოვნა, მათ შორის ფარშავანგები, ინდაურები და მთელი გუნდი ბატები. სინამდვილეში ერთ-ერთი ავიყვანე კიდეც, რაც საკმაოდ მაგარი იყო, მაგრამ ამის გარდა ყველაფერი ნელ-ნელა ჩერდებოდა და მხოლოდ ცარიელ მოლიერებს ვხედავდი. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სადღაცა კიდევ ის გიგანტური სულკატასკუ იყო, რომელიც უნდა მეპოვა. მაგრამ რადგან ეს ზოოპარკი ესეთი დიდია, ის შეიძლება მართლა ყველგან იყოს. მოიცადე ერთი წუთით, ჰელენ, შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, მგონი ვიპოვეთ ის ადგილი, საიდანაც ადრე მაიმუნებს ან ვინც აქ იყო გადაჰყავდათ ვოლიერებში. ისინი ასე აკეთებდნენ. მანქანას ამ კედელთან აყენებდნენ, ამ საკეთს ხსნიდნენ და ცხოველს შიგნით შეჰყავდათ. მერე ცხოველი აქედან გაბიოდა და ვოლიერებში შედიოდა. ეს ძალიან უცნაურია. ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს ყოველთვის ზოოპარკის უკანა მხარესაა, სადაც არ უნდა იყო. შეხედე ამას. ვაუ, ღმერთო, ჰელენ, კამერა შიგნით შეიტანე, ძალიან ბრელია იქ. ძნელად ვხედავ, მაგრამ იქ უზარმაზარი გალია. ღმერთო, რა მოხდება თუ უცებ გორილა სახეს გამოყოფს? კარგი, ამას აღარ ვაკეთებ, ძალიან საშიშია.
კარგი, ეხლა ერთ-ერთი შენობის უკანა მხარეს ვარ და აქ კიდევ უფრო მეტი მიტოვებული და თითქოს გახსნილი ვოლიერია. შეხედე ამას, პირდაპირ ჩანს, თითქოს ვიღაცამ ძალით გაავოეს. ეს ნორმალური არ არის. ღმერთო, არა, არ მოგატყუებ. ამან ცოტა შემაშინა, რადგან რაც არ უნდა ყოფილიყო იქ, შეიძლება ახლაც აქვე დადიოდეს და შეიძლება დაგვესხას თავს. მაგრამ ჩემი შიშები უნდა დამეძლია, რომ ეს კუ მეპოვა. და ბევრი ძებნის შემდეგ ეს მოხდა. ვიპოვეთ უზარმაზარი კუ. ხუმრობთ ალბათ, ეს ყველაზე დიდი კუა, რაც კიდევ მე მინახავს. ეს არის სულკატას კუ, ზუსტად ისეთი, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვიპოვეთ. როგორც ხედავთ, ეს უკვე თითქმის სრულად გაზრდის ზრდასრულია. გონია, რომ კიდევ ცოტა უფრო დიდებიც ხდებიან, მაგრამ ეს ნამდვილი მონსტრია. მაინტერესებს, რამდენი წლისაა? პირდაპირ 100 წლისას გავს. და გულწრფელად რომ თქვა, არ გამიკვირდება. ეს არსებები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. მარკლა ეს ოცნების ახდენას გავს, ესეთი ზომის კუს პოვნა. ეს უბრალოდ სიგიჟეა. იმდენად მძიმეა, რომ ვერ ვწევ. როგორ გადავარჩინოთ თუ ვერ ვწევ, ბიჭებო? ეს სიგიჟეა. სრულიად შოკირებული ვარ იმით, რამდენი ცხოველი მიატოვეს აქ ზოოპარკში. ვიდეოს დასაწყისში მეგონა, რომ ყველა მათგანის გადარჩენას შევძლებდი, სანამ არ დავუწყეთ ასეთი დიდი ცხოველების პოვნა, როგორიცაა ემუ და ეს გიგანტური კუ, ასევე ისეთი უცნაური ცხოველები, რომელთა მოვლაც არც კი ვიცი, მაგალითად ტუკამი. ეხლა ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა ყველა ცხოველი გადავარჩინო პირდაპირ ზოოპარკის ყიდვაა. თავიდან ვთქვი, რომ ამას გავაკეთებდი, თუ ამ ვიდეოს 300,000 მოწონებას მისცემდით. მაგრამ ამდენი ცხოველის ნახვის შემდეგ, რომლებიც აქ სიგნალისთვის არიან მიტოვებულები, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთო. ასე რომ ვიდეო მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. ეხლა კი მე პატრონეს დაველაპარაკები და ვეცდები ეს ადგილი ვიყიდო. ასე. ჩვენ შეგვიძლია ყველა ცხოველი აქ დავტოვოთ და მე ვიზრულებ მათზე. შეხედეთ ამ კუას რა მაგარია. ლამის ლეკვივითაა. მოდი მეგობარო, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ეს ნამდვილად ყველაზე გიჟური ვიდეო იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. და ხო, აუცილებლად გადახედეთ ჩვენს merch bassfishingproductions.shop-ზე. მაგრამ მანამდე გნახავთ შემდეგ ვიდეოში. მშვიდობით.